გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. Როგორ ხედავენ საქმიანი ადამიანები ამ ქვეყნის მომავალს, არის თუ არა ბიზნესმენების განწყობაზე მოქმედი მთავარი ნეგატიური ფაქტორი პოლიტიკური კრიზისი და როგორ მოქმედებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ინვესტორების გეგმებზე. რამდენიმე წუთში წერტილის სტუმარი კომპანია დიოს მმართველი პარტნიორი ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი იქნება, რომელიც იმ ბიზნესმენებს შორისაა, ვინც დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე იყო. ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის, შენ უნდა გჯეროდეს მომავლის. ამ სტუდიაში აქვს ნათქვამი მას ეს სიტყვები, ოღონდ შარშან ნოემბრის დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოცნება ზღიად გაცხადებული, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებდა. შესაბამისად, ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ჯერ კიდევ არ გვყავდა ამდენი პოლიტიკური პატიმარი ციხეში, მათ შორის ქალი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახით. რასაც ვუყურებ, ესაა ჩუმი კრიზისი ბიზნესში, ვფიქრობ, დროა უარესისთვის მოემზადონ თქვა გუშინ წერტილთან ინტერვიუში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ACT გლობალის თანადამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ, რომელსაც არაერთ სხვადასხვა ზომის და სექტორის ბიზნესებთან აქვს შეხება თავისი სერვისებიდან გამომდინარე. როგორი იყო წლის პირველი ნახევარი კომპანია დიოსთვის, ვინ როგორ გრძნობს ეკონომიკური კრიზისის მოახლოებას თუ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს კრიზისს გულისხმობ, აშკარად არ ეტყობა ჯერჯერობით, ამაზეც ვისაუბრებთ თამაზ დაუშვილთან ერთად, მაგრამ იქამდე ძალიან მოკლედ მინდა მოვისმინოთ დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მიწვეული და მისული ბიზნესმენების კომენტარები შეხვედრის შემდეგ. ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან აზრები, საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა და მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო თითქმის პრაქტიკულად ყველა ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორშიც, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც, ასე რომ საკმაოდ ბევრია, რომელზედაც ახლა ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უსხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანის საქართველოში. საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. ხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად ქვეყნის გამოწვევა. აქ არის ენერგეტიკის მხარე, აქ არის ზოგადად დემოგრაფიის მხარე, ზოგადად ქვეყნის განვითარება და კურსი. კონკრეტულად რა პრობლემებზე ისაუბრეთ? ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. რაც თქვენ გაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. თემა არ ყოფილა. ამიტომ არც არავის დაუსვეს, ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. გამოწვევი საინტერესო იყო, რომ როგორ გავახმოვრო არ ვიცი, იმის შეიძლება ხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა. ხო, აი ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხდება მათი შემცირება. ხაზარაძე ჯაფარიძის საკითხი ხო არ დაუყენებია ვინმეს ან თქვენ? არ და მე იცით რა, მე გეტყვით, რომ ხაზარაძე მამუგაზდა ხარ ვიყოთ, გარებიკო მამუგაზდა ბადი ჩემი მეგობრები არიან და გამიცით ძალიან ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმას გააჩნია სადუნდა ილაპარაკო ამ თემის გარშემო, ეს ფორმატი არ ყოფილა დღეს. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა რომ ბიზნესმენების წინაშე გამოეხადა, პირველ რიგში გადაგვიხადა სათოჯოების პირველად, რაც ჩემი თავი მახსოვს გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში, კარგი იყო. ბიზნესმენები ბიუჯეტის შევსებისთვის მადლობას ნამდვილად იმსახურებენ, რადგან სწორედ კერძო სექტორის მიერ გადახდილ გადასახადებს იმ ფულს ხარჯავს შემდეგ მთავრობა. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანად. სხვათა შორის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად 6 თვეში მოგების გადასახადში გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა 100 მილიონი ლარი. საინტერესოა ბიზნესმა გამოწვევებსა და ხელის შემშლელ ფაქტორებზე რამდენად გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრა ირაკლი კობახიძესთან. შეგახსენებთ, რომ ასეთ ფორმატში ოცნების პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს
ბიზნესმენებს ბოლოს შარშან დეკემბერში შეხვდა, როცა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უმოწყალოდ სცემდნენ და არბევდნენ. მახსოვს, მაშინდელი შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენების უმრავლესობა ამბობდა, რომ ყველაზე მეტი კითხვა ირაკლი კობახიძესთან ჰქონდათ სწორედ ახალგაზრდების ცემა დაკავებაზე. ბიზნესის თხოვნა იყო მათი გათავისუფლება, რაც 2000-ზე მეტმა კომპანიამ, ორგანიზაციამ ეს უკვე Free Business G-ის პლატფორმიდანაც მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. დღეს ამ ახალგაზრდებს უკვე 4-დან 7 წლამდე პატიმრობებს უსჯიან, ნაწილს უკვე მიუსაჯეს კიდეც. და ისევ თუ არა კითხვები ახალგაზრდების და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე, სასჯელების პროპორციულობაზე და სხვადასხვა ანტიდემოკრატიული კანონების გავლენაზე ეკონომიკა ბიზნესზე მოვიკითხავთ ბიზნესმენ თამაზ დაუშულთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან თავად ირაკლი კობახიძე არ გამოჩენილა, არც ოცნების ახალი მინისტრი მარიამ ქრუვიშვილი. მისი ზოგადი კომენტარი კი თავად მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ჩვენ ვართ და ვიქნებით ღია კერძო სექტორთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის კუთხით, ამბობდა გავრცელებულ ვიდეო რელიზში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუვიშვილი. ბიზნესმენი თამაზ დაუშულია ჩვენი სტუმარი, ის უკვე სტუდიაშია. საღამოშტების ბატონო თამაზ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგვიყევით პირველ რიგში რა ხდებოდა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, დავიწყოთ მას რა ჰქონდა ბიზნესისთვის სათქმელი. მოგესალმებით თელარა, მოგესალმებით ტელემაყურებელს. შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ბევრი დამსწრეც იყო. ზოგადად იმათ შეარვა შეხვედრები საჭიროა. იმიტომ რომ არის შესაძლებლობა რომ რაღაც გარკვეულად რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესისთვის იქნას განხილული. იყო მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბოლო წლებში. თუ რა გამოწვევების წინაშე იყო ჩვენი ქვეყანა ზოგადად, მათ შორის ძალიან მცირე, ვთქვათ, მიმოხილვა იყო ასევე რეგიონში არსებული პრობლემების და შიდა პოლიტიკური პრობლემების ძალიან მოკლედ. და ის სურვილი იქნა გამოთქმული, რომ მაქსიმალურად მთავრობა იქნება განწყობილი, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ასე შემდეგ. მე დავეთანხმები, რომ აი კომენტარებში რომ მართლაც არ იყო ესეთი ფორმატი, სადაც შეიძლება რაღაც უფრო ჩაღრმავებულიყო პოლიტიკურ საკითხებს, ძირითადად ბიზნესმენებს აწუხებდათ ის თემები, რაც ბიზნესს აწუხებს. რა აწუხებს ბიზნესს დღეს საქართველოში? მაშინ ჯერ მოდი მითხარით თქვენ თუ გქონდათ საშუალება დაგესვათ კითხვა და რა შეეხებოდა ეს კითხვა და რა პასუხები მიიღეთ და მე ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ? ხო, საინტერესო თემა იყო ამახლა პრემიერ-მინისტრის ყურადღებას კორუფციასთან დაკავშირებით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის პრიორიტეტი მთავრობის და მათ მთავრობას აქვს სურვილი, რომ ევროპის მასშტაბით საქართველოს სამეულში მოხვდეს ყველაზე ესე თქვა დაბალკორუმპირებული ქვეყნებს შორის და ეს კარგი ამბიცია. ასევე იყო ციფრებზე საუბარი თუ რა პერსპექტივა ჩვენთან ეკონომიკურს. ჩემი კითხვა შეეხებოდა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და მე ძალიან მაწუხებს და ყველას ერთად მაწუხებს, რაზეც ალბათ ზეგავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის, რაც ქვეყანაში პრობლემები, რაც ქვეყანაში ვითარდება ბოლო წლებში. ეს არის ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი მოსახლეობა არიზდება, მცირდება და ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მიდის უცხოეთში და ამას გარდა არის შობადობა უფრო ნაკლები ვიდრე გარდაცვალება და შესაბამისად ჩემი აზრით ყველაზე მთავარი გამოწვევა და ეს ინდიკატორი ასევე უნდა ყოველთვის თან ახლდეს ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის ინდიკატორებს და კიდე ერთი ინდიკატორი და ეს იყო ჩემი კითხვა, ამას ეხებოდა თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რას არ ვაკეთებთ ისე მთავრობა იქნება თუ ზოგადად არა მხოლოდ ეს მთავრობა, არამედ ესე თქვა წინას და ზოგადად რა არ კეთდება ჩვენ ქვეყანაში ის ესეთი შეიძლება აქვს არ კეთდება საკმარისად
ის რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ არ დატოვოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენმა შვილებმა არ მიატოვონ ჩვენი ქვეყანა და ის სტატისტიკა, რომელიც არის გაეროს სტატისტიკით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება იყოს ჩამოსდეს 3 მილიონს და ეს არის თუ ესე გაგრძელდა, ანუ ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა და ამაზე ბევრი რამ მოქმედებს, მათ შორის ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არასტაბილურობა, ეს გაურკვევლობა, ეს ასე თქვა დაპირისპირება, ეს პოლარიზაცია იქნება და ასე შემდეგ, ასე რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, შეიძლება ეკონომიკური ზრდა გარკვეულ წლებში იყოს, მერე შეიძლება ეს ფაქტორიც მოიხსნას, რისგანაც არის ეს ზრდა, ამაზეც იყოს საუბარი, თუ რა არის ეს, რა იყო გამოწვევი ამ ზრდის და როგორ შეიძლება ეს მას შემდეგ როცა მოიხსნება ეს უკრაინის ომის ფაქტორი, როგორ შეიძლება განვითარდეს. ასე შემდეგ, ჩემი კითხვა ამას ეხებოდა და პასუხი თუ მიიღეთ. პასუხი იყო, საკმაოდ ცლად იყო საუბარი, თუ რა იყო მიზეზები, რა არის გამოწვევი მიზეზები, როგორ იზრდება ზოგადად მოსახლეობა იზრდება, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე და ეს არის პრობლემად მიაჩნია ეს ირაკიკო ბახიძეს. მიაჩნია, ნამდვილად მიაჩნია და მან თქვა, რომ არსებობს ზოგადად გამოწვევა ის, რომ როდესაც იხსნება საზღვრები და უფრო მდიდარი ეკონომიკისკენ უფრო მიიწევს ხალხი, მაგრამ მაგალითად ახლა საბერძნეთში ნაკლები ხალხი მიდის, იმიტომ რომ საბერძნეთის ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკა ისეთი დისპროპორცია აღარ არის, თუმცა ზოგადად ყოველთვის იქნება მიზიდულობის ცენტრები და რაღაც უნდა იმუშაოს, ასე თქვა ყველამ ერთად, რომ უფრო მეტად პატრიოტული სულისკვეთება გაღრმავდეს, რომ თქვა ადამიანებმა არ მიატოვონ ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამაშიც არის გარკვეული მარცვალი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჩემი აზრით მთავარი ამოცანაა, ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც ხო არ არის ერთ-ერთი მიზეზი, ჩვენც გვისაუბრია აქ ამ ეთერში, რომ ადამიანები პერსპექტივას ვერ ხედავენ, არიან დასტრესილები, მომავალს ვერ ხედავენ და ამიტომ ეძებენ შედარებით. ესე ზუსტად არ მახსოვს ამაზე გამოხვილოთ ყურადღება, თუმცა საკმაოდ ესე თქვა პასუხი ციფრებზეც იყო საუბარი. მაგრამ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არის, ეს ხედავთ ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეც ხონია შემთხვევები, თქვა ადამიანებს ხოჭი რომ მიდის მეკითხები, თქვა ხელფასია შემოსავლების გამო და არა, მე მინდა რომ ჩემი შვილი უკეთეს გარემოში გაიზარდოს და ერთხელ ეძლევა ადამიანს შანსი, რომ სხვებმა რა იკითხეს? ჩვენ მოვისმინეთ ზოგადი კომენტარები, რაიმე ისეთი თემა თუ იყო. ზოგადად მე ჩემ კითხვასთან დაკავშირებით პრინციპში მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რაც თავარია პრობლემის მოხდა პრობლემასთვის თვალის გასწორება, იმიტომ რომ კარგი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ თავარი, როგორც თქვი, ეს მომეწონა, რომ ამასთან დაკავშირებით ეს რეაქცია იყო სწორი. რაც შეეხება სხვა კითხვებს, იყო სხვადასხვა იყო სექტორები, თქვა შენებლობის სექტორიდან იყო ადამიან წარმოადგენელი ბიზნესმენები, რომელთაც აწუხებდა რაღაც გარკვეული ტურიზმის სექტორს აქვს პრობლემა და თქვა იქ რაღაც გადასახადების შეღავათებთან იყო საუბარი. ასევე ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ ახსენა გეგმა საინტერესო წარმოადგინა პრემიერმა, რაც წინა პერიოდებისგან განსხვავებული იყო. რაიმე იყო ისეთი ახალი ხედვა, რაზეც ვთქვათ ირაკლი ღარიბაშვილი ან წინა მინისტრთა კაბინეტი არ საუბრობდა, რამე ისეთმა მოგჭრათ. ერთადერთი რაც დაამახსოვრდა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ციფრებს იყო, რომ ძალიან სერიოზულად მიაჩნიათ პრობლემა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. და ასეთი როგორც წეგან აღნიშნე ამით კენჭებს წინამორბედისკენ ისრის თითქოს პრემიერ თუ იყო რა კონკრეტული საუბარი არა კონკრეტული ჯერჯერობით მარტო რომეო მიქაუტაძე ვიცით კორუფციის ბრალდების ჩასწრება ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იყო და ეს კარგი ნიშანია როდესაც ბიზნეს ესაუბრები და ხო და მნიშვნელოვანი იყო რომ ბევრი ინფორმაცია იქნება ღია ხელმისაწვდომი ძალიან მნიშვნელოვანი ახლა გამახსენდა რომ ან პრაქტიკულად აღარ იქნება ერთი როგორი პირდაპირ ფორმით მიღება პრაქტიკულად განულდება როგორც მან აღნიშნა და მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება ასევე იყო საუბარი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის უფრო ეფექტურად ამუშავებაზე და სახელმწიფო ტენდერ შესყიდვების დროს არასწორად გამოცხადებული თანხების ასე ვთქვათ აღმოჩენაზე და მან თქვა რომ დაახლოებით 100 მილიონი მანამდე ასე ვთქვათ
ეკონომია გააკეთეს იმის ხარჯზე, რომ უფრო მაღალ თანხაზე იყო გამოცხადებული და რომ არა ეს ჩარევა შეიძლება და ეს თუ იყო საუბარი გადასახადების მობილიზების საჭიროებაზე, ამ ხრივ ბიზნესის აქტივობაზე, ძალიან მენიშნა თემურ ჭყონიას სიტყვები შეხვედრის შემდეგ, რომ მადლობა გადაგიხადა გადასახადებით ბიუჯეტის შევსებისთვისო და თან დღეს BMG-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ 6 თვეში მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილში 100 მილიონით ნაკლები შევიდა ბიზნესიდან ბიუჯეტში და ეს რაღაცა სიგნალი ხომ არ არის, მათ შორის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება მაკრო რიცხვი დიდია, მაგრამ ძალიან საინტერესოა სტრუქტურა ჩაშლა. სხვათა შორის ეგ მომენტი გამორჩა გადასახადებთან დაკავშირებით, შეიძლება იმ მომენტში კოლეგას ვესაუბრებოდი, ნამდვილად არ მახსოვს. თუმცა საერთოდ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ გადასახადებთან დაკავშირებით რაიმე ამატებით აქტივობა ჩვენ მხრიდან საჭირო. ფიქრობს, რომ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად დღეს ეკონომიკაში, პოლიტიკაშიც? ზოგადად ის მონაცემები, რაც ეკონომიკური გვაქვს, 8.8% ზრდა, ეს თავრობას მიაჩნია, რომ ეს არის მაღალი ზრდა და უნებრივია არის ნამდვილად მაღალი ზრდა რეგიონში. სხვა საკითხები ხო გითხარით? არ დაისვა კითხვები, ან არ ვიცი რა ფორმატში იყო საუბარი თქვენც ახსენეთ და თემურ ჭყონია მათ შეხვედრის შემდეგ, რომ ფორმატი არ იძლეოდა ისეთ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკაზე გვესაუბრაო, მაგრამ მე მგონი თანხმდებით ყოველ შემთხვევაში გარეთ მყოფნი ხშირად, რომ პოლიტიკა არ არის, როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაცია არის პრაქტიკულად შეჩერებული, პოლიტიკა არ არის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გვაქვს შეჩერებული. ამერიკასაც შეეხებოდა ამერიკასთან დაკავშირებით, მათ აქვს შეხედულება ასეთი, რომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, არის კომუნიკაცია აქტიური, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, მაგრამ დეკემბერში როცა შეხვდა ბიზნესაც, მაშინაც იანვრიდან ყველაფერი დამშვიდდებაო ამბობდა, მაგრამ ხო, თუმცა ის შეიძლება და ერთი რაღაცის კითხვაც, რომ აი, კარგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს რომ მქონდეს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გარკვეული გადატვირთვა ჩვენი ქვეყნის შიგნითაც მოხდეს რა. და ამაზე არ დასვა არავინ კითხვა, ან თქვენ არ გქონდათ საშუალება ბატონ თამარ? იცით რა, მე კითხვა დავშვი, რომელიც BMG-ის წევრი თქვენს ხართ და ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბოლო კვარტალის არ ხართ დიო წევრი? შემეშალა. თუმცა ძალიან ბევრი და დიდი ნაწილი მსხვილი და საშუალო ბიზნესის არის BMG-ის. ძალიან ძვირია საწერო გადასახადი და ჩვენ ვერ გავწვდებით. შენიშნა BMG-ის. და ეს ინდექსი აჩვენებს, რომ ბიზნეს კლიმატი არის ქვეყანაში გაუარესებული. და ბიზნესის მოლოდინებიც არის გაუარესებული. პირველ კვარტალთან შედარებით და ეს დაბლა კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ იყო პოზიტიური განწყობა, რომ ეს ყველაფერი გადაივლის, ეს ყველაფერი გამოსწორდება, ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ეს გამოწვევები არსებობდა და მიაშენდა არსებობს, მაგრამ ნუ იმის გამო რომ არის ეკონომიკური ზრდა, იმაზე უფრო მეტი ვიდრე მოსაუბრებელი იყო ეს, აი ამ ბიზნეს განწყობების გამოსწორებას დაეხმარება. აი ახალგაზრდები ციხეში, რამდენად პროპორციულია ის სასჯელი, რის გამოც ისინი ნამდვილად არ არის პროპორციული. და ამაზე არავინ არ იკითხეთ არაფერი? იცით რა, ხო გითხარით, მე დავსვი კითხვა, ამას ეს კითხვა. მე რაც დავსვი კითხვა, ეს ამ კითხვაში ესეც მოიაზრებოდა, რომ თქვა ადამიანებს აქ, როცა რაც ხდება, ეს ადამიანებს არ მოსწონთ და შესაბამისად ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ როცა ხედავენ, რომ თავისი თანატოლები თქვა ასე თქვა ასეთ პრობლემების წინაშე არიან და ეს რა თქმა უნდა არის გამოწვევა, რომ ჩემთვის ეს ფორმატი პირველი იყო, მე ადრე არ ვიყავი შესაბამისად, უბრალოდ დეკემბერში როცა იყო მსგავსი ფორმატი, თქვენ არ ვიყავი, როცა თბილისში არ ვიყავი მაშინ. უბრალოდ იქ იყო ვთქვათ დრო, რომელშიც სხვა ადამიანებსაც უნდა ესაუბრათ და ასე ვთქვათ ერთი ადამიანი ვერ წაიღებდა იქ დროს და ესეთი ნამდვილად არ იყო ესეთი. უბრალოდ მე მახსოვს დეკემბერში, როდესაც იქ იყო შეხვედრა, ბიზნესმენების უმრავლესობა გამოსული პირად საუბრებში და საჯაროდაც ამბობდნენ, რომ დასვეს კითხვები იმ პერიოდში მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო და რატომ სცემდნენ ასე უმოწყალო და ახალგაზრდებს აქციებზე, ან თუ დაისაჯა ვინმე და საბოლოოდ ჩვენ ხედავთ, რომ არავინ არც ერთი მოძალადე, მათ შორის სპეცრაზმელი არ გვინახავს დასჯილი, მაგრამ ხედავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნაწილს უკვე მიუსაჯეს, ნაწილი ელისგან აჩენს. ხედავთ უკვე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში და
ამ ყველაფერზე ბიზნეს დღეს კითხვები არ დაუსვამს. ხო, სამწუხაროდ ის ფორმატი არ ნამდვილად არ იძლეოდა ის განწყობა, ის თქო გარემო რაც იყო, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ იქ რაღაც ესე თქვათ რამე კიდე დამატებით ასეთ საკითხებზე გვესაუბრა. ანუ ძირითადი განწყობა იყო, რომ საუბარი შემდგარიყო, რაც ბიზნეს, ასე თქო ბიზნეს ეკონომიკას ეხება. ასეთი. ვისაუბროთ მაშინ, ხო, ის რა ფორმატი შეიძლება იყოს ამისთვის რა სახის? არ ვიცი. რომ ამ თემებსაც შეეხოთ, იმიტომ რომ ცალკე როცა ვსაუბრობთ, ყველა ხას უსვამს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში არის, ანტიდასავლური კანონების მიღება და არაერთი მიმართულებით ბუნებრივია ახდენს გავლენას ბიზნესის განწყობაზე, ახდენს გავლენას საინვესტიციო გეგმებზე და ყველა აქ მიყვება, რომ მხოლოდ სავალდებულო ინვესტიციებს ვახორციელებთ და ძალიან ფრთხილად ვიქცევით. კამრების შემოჭრის პოლიტიკაზე საუბრობს სხვადასხვა ბიზნესმენი და ვერ გეტყვით, ალბათ ამას ყველაფერს გამოცდილება უნდა, ჩემთვის მე არ მაქვს გამოცდილება თქვა ასეთი შეხვედრების და ალბათ მომავალში თუ იქნება შესაძლებლობა კიდე შეიძლება უფრო სხვანაირად ყველაფერი გამოცდილებით მოდის. ყველა ქვეყანაში სადაც პრობლემა ექნება ევროპულ პერსპექტივას, სრულად იცვლება ბიზნესის და ეკონომიკის სტრუქტურა. ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის, შენ უნდა გჯეროდეს მომავლისო, თქვენ მითხარით 2024-ში შემოდგომაზე, მაშინ ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ გქონდა, ყოველ შემთხვევაში მივდიოდით უფრო აქტიურად. აი დღევანდელ საქართველოში მომავლის გჯერათ ხართ განწყობაზე ბიზნესის კეთების, გაფართოების. იცით რა, რო გითხრათ, რომ ეს განწყობა მომეხსნა, ესე თქვათ, რომ ეს ესეთი რაც მაშინ გითხარით, რომ თქვათ რაღაცა შეიცვალა კარდინალურად. ეს ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ გვაწუხებს ყველას ჩვენს გარშემო რაც ხდება, ადამიანების ბედი, თუ როგორ განვითარდება ის ადამიანების, რომლებიც ახლა თქვენ ძალიან ეთქვათ ეს ასე თქვათ უფრო კაცრი რაღაცნაირი მიდგომა და თითქოს გამოსავალი აღარ ჩანს. ეს რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნოა ამაზე ფიქრი, თუმცა დღეს არ თქმულად, მაგრამ რაც შეეხება ევროინტეგრაციას მე გუშინ უსმენდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და დაჟინებით არის ესე თქვათ სურვილი არა, უბრალოდ მიზანი იმისა, რომ 2030 წლისთვის ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველოს მზად იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. როგორი ასე თქვათ გეგმით განხორციელდება ეს არ ვიცი, მაგრამ მე ერთი ის ვიცი, რომ რაც ჩვენ გვაწუხებს ყველას ერთად ეს თუნდაც ეს ამდენი ახალგაზრდა, რომელიც შესაძლებელია მათ გარკვეული გადაცდომა იყო რაღაც ბუნებრივია ახლა როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანები ეგ რაღაც შეიძლება შეცდომაც იყოს, შეიძლება გადაცდომაც ხო, იყოს, თუმცა აი მაგალითად ერთი მაგალითიც რო გავიხსენოთ, გუშინ გიორგი მინდაძეს 21 წლის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს 5 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, იმიტომ რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ფიზიკური სპეცრაზმელსო და სპეცრაზმელის ჩვენება არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ ისეთი ზიანი არ მიუღია, რომ მას სამედიცინო რაიმე ჩარევა დასჭირვებოდა და ამისთვის 5 წელი პროპორციულია. ხო, ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის. რა თქმა უნდა, გამოწვევაა, რომ თითოეულ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს თავისუფლად თავისი სინდისით და გამომდინარე. აი ძალიან მინდა რომ მართლაც არ არის ყველაფერი ერთიანი ადამიანის სამართლოს ადამიანები, ვინც მართლაც იღებენ გადაწყვეტილებას, ხო? აი იმ მომენტში ხო შეიძლება რაღაცა უფრო მეტად დაფიქრდეს და სულ მახსენდება ის მოსამართლე ის ამერიკული ესე თქვა შოუ ქვია, მაგრამ ის რეალურია ის, ხო? როგორი ლოიალურია და როგორ ამდენად შედის ადამიანების მდგომარეობაში და დეტალურად გამოკითხავს მათ წარმომავლობას, რა ხდება მათ უკან, ოჯახის მდგომარეობა, ასე შემდეგ და არ არის ეს სწორი და ვერაფრით ვერ გამართლდება, ძალიან ვერაფრით გამართლდება, იმიტომ რომ არ არის ეგრე, არ მგონია რომ მართლაც არ მგონია რომ სადღაც ყველას აესე უგნებოდნენ. რაღაცა ხდება მათში ამ ადამიანებში, რომლებიც უბრალოდ ვერ გათავისუფლდნენ და ვერ იღებენ, ასე თქვათ, შინაგანად
შინაგანი რწმენის საფუძველზე სწორ გადაწყვეტილებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მე უფრო მათ მიმართ მაქვს ასე ვთქვათ თხოვნა, რომ ნუ იქნებიან ასეთი მკაცრები და ხანდახან მგონია რომ უფრო ზედმეტს რაღაც საკეთებენ ვინმე მათგან რაღაცას ელოდება რა ხა ესეთი რაღაც ხო არ ვიცი იმიტომ წარმოუდგენელია როდესაც ადამიანს თქვა სიტყვაზე ესე შეუძლია ასე თქვა ესეთი მაღალი საჯაროზე შეიძლება თქვა ან პირობითი იყოს ან ერთი წელი ან პირობითი ასე შემდეგ ან თუ გამეორებითი გააკეთა მე რა უნდა ადამიანის ისე ანუ არ შეიძლება რა ნამდვილად ეხლა რახან დაისვა კითხვა მე მოსამართლეების მიმართ მაქვს ასე ვთქვათ რაღაცნაირად თხოვნა თუ რაღაც რომ შეიძლება უფრო ლოიალურები იყვნენ. საინტერესო ირაკლი ყურბახიძე რას ფიქრობს ამ მოსამართლეებზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ რადგან საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელი. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მოსამართლეებს, ხო? ანუ კი, მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით ოცნების პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონი, რომლის შედეგადაც ფოტო, ვიდეო, აუდიო გადაღება სასამართლო პროცესებზე აკრძალულია და ეს ვინ მიიღო მოსამართლემ გადაწყვიტა, მოსამართლე კანონსაც ვერ განმარტავს დღეს. ეს მიიღო გარეთ. აღმასრულებელი და ძალიან რთული მეც მინდა ჯეროდეს რომ მოსამართლეები წყვეტენ ამას, მაგრამ ალბათ გარედან აქვთ წნეხი. ცოტა დრო გრჩება და რადგან ჩემმა კოლეგებმაც გარეთაც არაერთ ბიზნესმენს დაუსვეს კითხვა შესვლამდეც და შესვლის შემდეგ თქვენც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი არც ამაზე დასმულა კითხვა ხაზარაძე ჯაფარიძის პატიმრობას გულისხმობ მათი ბიზნეს წარსულიდან გამომდინარე თქვენ როგორც ბიზნესმენის რეაქცია მინდა მოვისმინო აი თუნდაც ეს პროპორციულობაზე ვსაუბრობთ რა გავლენას ახდენს ბიზნესის განწყობაზე რა თქმა უნდა არ არის ესე ვთქვათ აი კონდა ურთიერთობა მე და ბაზრი ერთ აუზე დავდივარ და ხშირად ვხვდებოდი და რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნოა ეხა ეს ყველაფერი რაღაც სხვანაირი გამოსავალი შეიძლება იყოს მოინახოს როცა ესეთი თული სიტუაცია ძალიან სამწუხაროა ბიზნესმენების განწყობაზე, არა მხოლოდ განწყობაზე, აი საინვესტიციო კლიმატზე ისინი კი დღეს აქტიური პოლიტიკოსები არიან, მაგრამ საქართველოს ბიზნესის და ეკონომიკის ისტორიაში თავისი სიტყვაც აქვს ნათქვამი და მათი დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტებიც ვიცით, როგორ საქმიანობენ. ხო, რა თქმა უნდა. ეს რაღაც შიშებს არ აჩენს ბიზნესში. ეს ეხლა ძალიან უნდა მოფიქრებთ, არ ვიფიქრია მაგაზე. თავისთავად ფაქტი რომ რა თქმა უნდა არის კარგი და რაღაც სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რამე და იცით ძალიან რთული ფაზას გადის საქართველოს რა. მგონია რომ რაღაცა ყველაზე დიდი სირთულეები მოვიტოვეთ უკან და რაღაც ისეთი რაღაც ახალ რაღაცას პრობლემას გადავაწყდეთ, რომელიც მანამდე არ ყოფილა. და არ ვიცი რაღაცნაირად ხანდახან მგონია რომ პოლიტიკოსები ჩვენზე უფრო ჭკვიანები არიან და ვერიდები ხოლმე თქვათ რაღაცა ძალიან მივენდობი მათ, მაგრამ ხანდახან საკმაოდ ყველა მხრიდან რაღაც გარკვეულ შეცდომებს ხედავ, გარკვეულ შეცდომებს და ალბათ უფრო მეტი არ გულისხმობ ხა ეს ადამიანები ვინც ხა არ არიან გარეთ, მაგრამ აი ზოგადად როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი რაღაც ეტაპი დგება ქვეყნის განვითარების, ხო, იქ ალბათ უფრო მეტი ფიქრია საჭირო და არის საუკეთესო გზა იმ ბიზნეს მიღწევის. ეხა ეს დეტალურად რო დავიწყოთ, მაშინ ძალიან პოლიტიკურ თემებზე გადავართ, მაგრამ ანუ მინდა რომ აი არ იყო რაღაც ეს მომენტები და ეხა ეს გაივლის ალბათ ეს პერიოდი და მოვა ეს არჩევნების, ესე ვთქვათ, შემდეგი არჩევნების დროს და მინდა უბრალოდ რაღაცნაირად ყველამ სწორად დაგეგმოს აი ეს როგორ იქნება და სწორი გაფრთხილები გააკეთოს, რომ მე ფრუსტრირებულები
არ ვიყოთ თიანად ჩვენ მოსახლეობა ყველა მხრიდან ვიძახი გინდ მთავრობა გინდ ამიტომ მეტი დაფიქრება გჭირდება ყველას როცა პოლიტიკოსი ხარ რჩებაში თავეჭდილება თუ ჩვენ ბოლო კითხვა დღეს ბიზნესი ბიზნესმენები ზედმეტად თუ ნაკლებად თავაზიანები თუ ზრდილობიანები ცოტათი მორიდებულებიც იყვნენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე იმიტომ რომ მოლოდინი, როდესაც ქვეყანაში 6 თვეა პოლიტიკური კრიზისია, უფრო იყო რომ აი თემებზე რაზეც ახლა ვსვამდი კითხვებს დაისმებოდა და არავინ არაფერი არ იკითხა. ეს იმასაც ხო მიანიშნებს რომ ბიზნესმა კარგად იცის რომ რადგან ამდენი თვე ასე გრძელდება, ამდენი სანქცია, ამდენი გაფრთხილება, ამდენი მოწოდება საერთაშორისო პარტნიორების და ოცნება მაინც არავის უჯერებს. რაზე დავსვათ კითხვები, მაინც არაფერს არ აქვს აზრი, ამ განწყობაზეც ხო არ იყვნენ დღეს. არ ვერ გეტყვით ალბათ რაღაცაირად მიმართულება ისე იყო თქვათ ეკონომიკის ბიზნესის თქვათ ეკონომიკის საკითხები იყო მნიშვნელოვანი შესაბამისად არსებობს რაღაცა რომლის იქითაც შეიძლება უბრალოდ იმ ფორმატში უხერხული იყოს თქვათ რაღაც ისეთი საკითხები წერტილი რას დავსვათ ამ ქვეყანაში? ხო, რა ვიცი. ან მთავრობამ რა დაასრულოს ქართულ ოცნებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომლის ხელშია ძალაუფლებაც და ალბათ მეტი გავლენაცაც ბევრ რამეზე. ხო, ალბათ წერტილი რას დაუსვათ. რაღაცაირად მინდა რომ ისეთი გარემო შეიქმნას საქართველოში, რომ არავის არასდროს თავის ქვეყანაში ჰაცარზის გამოთქმის არც აზრის დაფიქსირების არც ასე ვთქვათ საქმიანობის არასდროს არ ერშინოდეს და არასდროს არ გქონდეს ასე ვთქვათ ესეთი მომენტები როცა თავსი გოშინია ყოველას რაღაცების ზოგადად შეიძლება არის ესეთი ფონი მაგრამ მინდა რომ სრულად გათავისუფლებული და ბედნიერი ქვეყანა ვიხილოთ ძალიან გვინდა ჩვენს მადლობა დიდი წარმატებები ბატონ თამაზ წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი მე ორშაბათამდე გემშვიდობებით